საღამომშვიდობისა. დღეს 1 მარტია, გაზაფხულის პირველი დღე. გილოცავთ ყოველდღიურ რეალურ სივრცეს მე, გიორგი ახმეტელი უძღვები. თუ რა თემაზე გავამახვილებთ დღეს ყურადღებას, ამას სალომე აფხაზიშვილი გვეტყვის ნიუსრუმიდან. მოგესალმებით, გიორგი. მთის განვითარების ეროვნული კომისია მუნიციპალიტეტებიდან განცხადებების მიღებას 1 აპრილს ასრულებს, რომელიც სოფლები დაემატება მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას, ამას გადაცემის მეორე ნაწილში გავიგებთ სტუმართან ერთად. გუშინ 16 დღიანი გაფიცვის შემდეგ ტყიბულში მოლაპარაკებები დასრულდა. მეშახტეები დღეს სამსახურს დაუბრუნდნენ. როგორ მოახერხეს მხარეებმა შეთანხმება, ამას სულ რამდენიმე წუთში გავიგებთ სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა სალომე. რეალური სივრცე ტყიბულის მოვლენებს პირველი დღიდან ადევნებს თვალს და აშუქებს როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩვენს ვებზე და Facebook-ზე. გუშინ 16 დღიანი გაფიცვა დასრულდა და დღეს შახტაში მუშაობა განახლდა. ჯერ კიდევ 2 დღის წინ სიტუაცია თითქოს ჩიხში იყო შესული, მოლაპარაკებების მიუხედავად მხარეები თავის აზრზე რჩებოდნენ. მაგრამ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და გაფიცვა შეწყდა. ჩვენთან სტუდიაში არიან ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე და ლევან ლორთქიფანიძე, მწვანე მუშტის წარმომადგენელი. დიდი მადლობა ორივეს მობრძანებისთვის. ახლა კი ტყიბულიდან გვერდთვებიან საგაფიცვო კომიტეტის წევრები, ლიდერები ამ გაფიცვის, ბატონი ლევან ბეშკენაძე და ვლადიმერ ჯღარკავა. მოგესალმებით, ბატონო ვლადიმერ. მოგესალმებით. გამარჯობა. რა მოხდა გუშინ ისეთი რომ გაფიცვა შეწყვიტა და შეწყდა და თქვენ მუშაობა განაახლეთ, თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ გუშინდელი ამბის შესახებ. მოხდა ის ალბათ რაც უნდა მომხდარიყო და ლოგიკური დასასრულისკენ წავიდა საქმე. ძალიან დამღლელი იყო ეს პროცესი და ფაქტიურად პირველ საათამდე მიდიოდა ღამის პირველ საათამდე ეს მოლაპარაკებები. და მივედით ერთი სიტყვით შეთანხმებამდე, რომ ის მაქსიმალური, მე ვფიქრობ, რომ ის მაქსიმალური რაც შეიძლებოდა გამოგვეწურა კომპანიიდან, მე მგონი მეტის საშუალება აღარ იყო. რა კონკრეტული დაპირებები მიიღეთ თქვენ გუშინ? დაპირებები მივიღეთ 1 მარტიდან დღეიდან, ანუ 7% დაემატება ყველას 1023-ზე თუ ზუსტად არ მახსოვს 1032 კაცია სპარი და მეორე ეტაპი 1 აპრილიდან 3% დაემატება კიდევ ამ 7%, ანუ 10% მივიღეთ ფაქტიურად. და ის დანარჩენი პუნქტები, რაც იყო მოხოვნებში, ხო, ის ფაქტიურად უნდა შესრულდეს. შრომის პირობების გაუმჯობესებას რაც შეეხება ალბათ, ხო, მაგას გულისხმობთ. კი, ყველა ხო იქ 10 საკითხი იყო, 10 პუნქტი იყო, ყველა ფაქტიურად უნდა შესრულდეს. პარალელურად ამან სტუდიაში ბატონი ირაკლი ბრძანდება და ალბათ თვითონ იტყვის უკეთ რო გახსენებთ ის დავა რაზედაც იყო 2011 წლის ხელშეკრულებაზე ის გრძელდება. ანუ ის დამოუკიდებლად გრძელდება ეს საჩელი. გასაგებია. ლევან, შენ თუ ბატონ ლევან პეტრიაშვილთან ირაკლი. ბატონ ლევანიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, როგორც ვიცი. შენ არა ლევან. ირაკლი პეტრიაშვილი, ბოდიში. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ შეთანხმებას და რამდენად დაკმაყოფილდება ამ შეთანხმებით ის მოთხოვნები, რაც და დარჩით თქვენ ხაზზე ბატონ ლევანთან კიდე მექნება შეკითხვა, მოვისმინოთ ბატონ ირაკლის შეფასება. რავით, შეფასება რა გითხრათ, ახლა ახთოვანებული ვარ ამ ყველაფრით, ხო, რო გითხრათ, ახთოვანებული არა ვარ, ეს იყო რეალურად ის ოპტიმალური, რაც ბიჭებმა, ჩვენმა ძმებმა, ტყიბულებმა გითხრეს, რომ რაც შეიძლებოდა ამ ეტაპისთვის იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაში არიან მე ვახშე ბანკირებისგან მთელი ქალაქი და არ მარტო მთელი ქალაქი, მთლიანად საქართველო, მათ აქვთ ბანკის ვალები და ბავშვების სკოლაში გასაშვების საშუალება აღარ აქვთ. და ეს გაფიცვა ბუნებრივია ხარჯებთან არის დაკავშირებული, ადამიანურ რესურსებთან და ასე შემდეგ. სამწუხარო არა ადამიანებს ის რაც ლოგიკით ეკუთვნით, ის რაც რეალურად ეკუთვნით, აი ამდენი ტანჯვის და წამების შედეგად უწევთ რომ მიიღო
რეალურად ნაცვლად იმისა, რომ აი ეს ემოციები, ეს ენერგია ამ ხალხმა დახარჯოს თუნდაც დამსაქმებლის, ნორმალური დამსაქმებლის, შრომის ნაყოფიერება, პროდუქციის შეიქმნა და ასე შემდეგ, უწევთ ბრძოლა იმაზე, რაც აი ლოგიკურად ეკუთვნით და ცოტაც არის, რაც მიიღეს, ეგ რეალურად არ არის ის, რაც წესით მეშახტეს ეკუთვნის, თუმცა ისიც არის გასათვალისწინებელი იმ კალათაში რა არის და თუ არ არის, რატომ არ არის. ამ ხალხს ინფორმაცია არასოდეს არ აქვს და ჩვენ ინფორმაცია არასოდეს არ აქვს. ფინანსურად რა მდგომარეობებშია კომპანია. სულ და წარმოდგენა შეგვიძლია უბრალოდ ეგრეთ წოდებულ head office-ებში რა ამხელა ხელფასები აქვთ, რა ამხელა ხელფასები აქვს top management-ს და არსად გარდა ესეთი აი ჩვენნაირი ქვეყნებისა არ მინდა რომ რაღაც კლინობით ფორმით გამოვიყენო იმ ქვეყნების მიმართ 150-თან არსად არ არის ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს რომ არის და ევროკავშირის დროშები რო ფრიალებს სახელმწიფო უწყებებზე 150-თან ხელფასები არსად არ არის მუშა 300 ლარი კონდეს და 40 და 45000 მენეჯერს კონდეს აი ამ სიღორეს აღარ აქვს დასასრული და საბოლოო ჯამში ვიღებთ აი ამ სიხარბის კორპორატიული სიხარბის გაუმაძღრობის და დიფირამბების და ბუკების კორეის მთავრობის მხრიდან ადამიანების მხრიდან მე დავასრულებ ჩემს და თქვენ მე კი გუშინდელ შეხვედრას უკავშირდება ეს ზუსტად ეს უკავშირდება არა გლობალურად არა ეს არის ძალიან კონკრეტულად დეტალები მაინტერესებს დიახ გუშინდელის დეტალებს გეუბნებთ ამ სიხარბეს რომ არა აქვს ეს ყველა ზღვარი მივიღეთ ის რისი მიღებაც აი ამ სიხარბეში შეიძლებოდა ეს არის თუ კონკრეტულად ციფრები გაინტერესებთ, არ ვიცი, საზოგადოებას ეს რას ეტყვის, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არის 7% დღევანდელი დღიდან, 3% 1 აპრილიდან, განაცდური დღეების, რაც გაფიცვაზე იდგნენ, აი იმ 8 დღის ამოღება და მეშახტეების ჯიბეში წავა ეს თანხა, კარგი იქნებოდა, რომ 16-ვე ამოგვეყო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა, გარდა მაგისა მივიღეთ სამტკიცე პირობა მთავრობისგან და კონკრეტულად ბიზნეს ომბუდსმენისგან, რომელიც ნუ ხელს უწყობდა ამ მოლაპარაკების პროცესს. ბიზნეს ომბუდსმენიც ყოფილიყო დღეს სტუდიაში, მაგრამ მას არ ეცალა. მეგონებთ რა მივიღეთ პირობა და რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს არის საპენსიო ასაკი. არსად არ ხდება, რომ 65 წლის მეშახტე იყოს. არსად აი, არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება ეს გარდა საქართველოსი, ისევე როგორც არსად არ ხდება, რომ ადამიანი მუშაობდეს და ღარიბდებოდეს და სახლიდან ნივთების გამოტანა უწევდეს. ეს პირობა დაიდო? კი, ეს პირობა დაიდო, ეს პირობა დადო პარლამენტს, ეს პირობა დადო მთავრობამაც და ამ ყველაფრით ეს ხალხი კმაყოფილია. ყველაზე მთავარი რაც არის, ბუნებრივია ეს ყველაფერი ტრიალებდა ეს 5% შეთავაზება 2 თვის მერე გადახდა და ასე შემდეგ. 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მაშინ ქეროპროფკავშირები არაფერს არ აკეთებდა და აქ ენების ისინებდნენ, რომ სად იყო პროფკავშირები ამდეხანო 2011 წელს დადებული ხელშეკრულების გაიხსენეთ რა პერიოდია და რომლის თანახმადაც ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლო დავას და 14.7% იყო ჩემგან შეთავაზებული კომპანიაზე და მე დავითანხმებდი მეშახტეებს რომ ამაზე დაყაბულებულიყვნენ და ყოფილიყვნენ თანახმა ну მაგრამ მაინც არ არიან მაინც არ დათანხმდნენ ამას ეხლა სასამართლოს გზით 10% ხომ მოუმატეს შევეცდებით რომ არა 14.7%, არამედ ნაზარდი ჯამის მიხედვით, ჯამში 6.4 მადლობა ბატონო, $4,400,000 ამოიღო კომპანიამ. ისევ საგაფიცო კომიტეტს ბატონო ლევან, თუ ხართ ხაზზე. თქვენ გესმით ალბათ, რასაც ვსაუბრობ ჩვენ სტუდიაში, მე მაინტერესებს რამდენად ყველა კმაყოფილი არის აღნიშნული გადაწყვეტილებით და რამდენად ყველა გაფიცული ერთსულოვანია ამ მიმართულებით. აი ამის მაგალითად მე გეტყვით მანდელ ანუ 12 საათზე რო წავიდა სმენა შახტაში სამუშაოდ გეტყვით ზუსტ მონაცემს. ანუ როცა მიდიოდა მაქსიმუმი რაოდენობა სამსვლელების არის 105-დან 110 კაცამდე. ეს სმენაში წავიდა 95 ადამიანი. და ის 5 ადამიანი და ის 10 ადამიანიც ალბათ იმას რაღაც ისეთი მიზეზები აქვს, რომელიც ოფიტი პრობლემების გამო ალბათ ვერ შეიძლება არაინფორმირების გამო არ გამოცხადდა და ვერ გამოცხადდა სამსახურში. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ყველას გააზრებული ქონდა თავიდანვე ვისთან, რასთან და როგორი ჭიდილი მოგვიწევდა.
და ზუსტად ვიცით და ეს შეხვედრაზე ერთსულოვნად აღებული ის ხმა რომ ხელი მოგვეწერა და დავთანხმებულით ამას ეს ერთსულოვნება დღესაც გამოგიხადა იმაში რომ ყველა 95%-მა განაახლა მუშაობა. იმ დანარჩენი 5%-ს რა ბედი ეწევა, ვთქვათ, ისინი რჩებიან ისევ სახში? არა, ეს 5% არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ინფორმაციულად ვერ გაიგეს, რომ უნდა გამოცხადებული სამსახურში, ხო, ან შეიძლება შვებულებაში არიან, ან შეიძლება ალბათ არის. ან ეს კატეგორია მთელი დღის განმავლობაში ქალაქში დავდივარ, შესვლის შახტასთანაც ვიყავი, შესვლის წინ და ანუ მე პრინციპში ერთი კაცი დახავჭო, საყვედურის მაგვარი ეთქვას, ჩემს ამ საგამოწევ კომიტეტის მიმართ და დიდი მადლობა. პირიქით კმაყოფილებას. დიდი მადლობა თქვენი ჩართვისთვის. ჩვენ გავაგზავნებთ ამ ამბის თვალყურის მიდევნებას ამ ამბავზე და დავინტერესდებით კიდევ თუ რამდენად ეს შეთანხმება მაინც იქნება დაცული და რა ბედი ეწევა იმ ძველ შეთანხმებას. მე ისევ ბატონ ირაკლისთან გადავალ ერთი შეკითხვით, მაინტერესებს რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეული შედეგიდან. ეს იყო მაქსიმუმი? არა, რო გითხავთ, რომ კმაყოფილი ვარ მიღწეული შედეგით, მე ამით დავიწყებ პირველ ჩართვაში, არა, კმაყოფილი არა ვარ, კმაყოფილი ვიქნებოდი მაშინ, თუ შესრულდებოდა ის, რასაც ითხოვენ მეშახტეები, შეიძლება ვიღაცისთვის არის რაღაც ღიმილის მომღერა ამბავია 40% და ასე შემდეგ. უბრალოდ იმ ადამიანებს მინდა ვთხოვო, რომ ჩავიდნენ იმ შახტაში, რა პირობებში მუშაობენ ეს ადამიანები გაიგონ და იმის მერე ისაუბრონ იმ თემაზე 40% მეტია თუ ნაკლებია. სხვა თემაა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენად არის ამ კომპანიაში ეს თანხა და ასევე გამოსაძიებელია რატომ არ არის, იმიტომ რომ ამ კომპანიას აქვს ექსკლუზივი ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით. მე ვიცი რომ ტყიბულში ღია კარიერული წესით მოიპოვებენ სხვადასხვა კომპანიები ნახშირს, მაგრამ ლიცენზია GIG ჯგუფს აქვს გაწემული და მე მაინტერესებს რისთვის ხდება ეს, რომ დემპინგი მოხდეს კიდევ უფრო არესი სოციალური და შრომითი სტანდარტების და უფრო დაბალი ფასებით მოიპოვონ ქვანახშირი, მაგიტომ არ იპოვებს თვითონ GIG ჯგუფი და იმიტომ გასცემს ამ ლიცენზიებს, თუ რასთან გვაქვს საქმე? რეალურად მის ინტერესში არის Heidelberg ცემენტიც, ხო? ფასებს თვითონ ადგენს. აქედან გამომდინარე, ან გაშალოს და გამჭვირვალე გახადოს თავისი მუშაობა და დასაქმებულებს კონდეთ წარმოდგენა რასთან აქვს საქმე. რა ხელფასები აქვს, რა ფინანსური მე ხო არ ავთხოვ იმას თავიანთ მოგებას. იმას ამოვიდებ სახელმწიფო. გამჭვირვალეობას თქოთ? დიახ, გამჭვირვალეობა. აქედან გამომდინარე, როცა ეს იქნება, კმაყოფილი ვიქნებით თუნდაც 3%-იანი მატებით. როცა გვეცოდინება, რომ მეტი საშუალება არ არის. ეხლა ყველას წარმოდგენა გვაქვს პროფკავშირებსაც და დასაქმებულებსაც, რომ არის მეტი წარმოდგენა, იყო მე საშუალება, იყო მეტი საშუალება და ასე შემდეგ. თუმცა კმაყოფილი ერთი რამით ვარ, რომ ამ ადამიანებმა მიუხედავად ამდენი პრობლემისა 2011 წელს როცა გავაკეთეთ ეს გაფიცვა დაახლოებით 4 აქტივისტი იყო, რომელსაც 2 წლიანი პირობითი სასჯელი ოჯახის წევრებს მიაკერეს, იმიტომ რომ რა ქვია იმას ანაშა თუ რაღაც ესეთი ისა მარიხუანა აღმოუჩინა, რა ქვია პოლიციამ ჯიბეში და ეს ხო, მადლობა ღმერთს, ეხლა დღეს ეს ყველაფერი არ მომხდარა, სახელმწიფო იყო ჩართული და მაყოფილი ვარ იმითი, რომ იქნებ განათლების დონე სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და მეწარმეებისა აიმაღლონ ამ პროცესებით, რაც მოხდა ჭიათურაში, რაც მოხდა ტყიბულში და გაიაზრონ პროკავშირების მიერ წლების განმავლობაში ნაქადაგები დასავლეთში გატანილი და დასავლეთიდან აქ ჩამოტანილი სამხრივი კომისია რას ნიშნავს, სოციალური პარტნიორობა რას ნიშნავს, ბარიკადებზე რომ არ უნდა წყდებოდეს ეს საკითხები, არამედ 21 საუკუნეში ცივილიზებულად მხარეები უნდა წყვეტენ ამას და დამსაქმებელი არ უნდა გარბოდეს ყოველ შემთხვევაში მიშველე მთავრობასთან და მთავრობა კი არ უნდა შველიდეს, არამედ ოქროს შუალედს უნდა ეძებდეს, რომ არც დასაქმებულის უფლება იყოს დარღვეული და არც მეწარმე იყოს გაკოტრებული ამ ქვეყანაში. იქნებ ეს მეორე შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითი იყოს მათ ახსახსდელად. კარგი, დაგიბრუნდებით, მე ლევანთან გადმოვალ შეკითხვით, თუ შეგიძლია ლევან შეაფასო აი პირველი დღიდან შენ თვალყურს ადევნებ და ჩართული ხარ ამ პროცესში პირადად.
პროცესში შეაფასო თვითონ როგორც არის მართა თავიდან ბოლომდე. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს, მივესალმები განსაკუთრებით იმ მეშახტეებს, რომლებიც ამდენი ხანია მართლა უხრჩაუხრელად შრომობდნენ იმისთვის, რომ ეს საგაფიცო პროცესი წყნარად, მშვიდად, ადამიანურად, აკადემიურ დონეზე წარმართულიყო და ამას მათ მიაღწიეს. ასევე თქვენ ნებართვით აქვე მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ავტოსტოპით ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ. სტუდენტები, სხვა ახალგაზრდები ჩადიოდნენ იქ ერთ ბინაში, ერთ სოფრომაძეებთან, სახლდებოდნენ და ცდილობდნენ, რასაც მუშები იტყოდნენ, ის გაემეორებინათ. ვიღაცები დადიოდნენ იქ და ამბობდნენ, რომ ეს სტუდენტები მართულები არიან და ასე შემდეგ. არა, ჩვენ 2010 წლიდან, რაც კი სტუდენტური მოძრაობები გამოჩნდნენ სამოქალაქო აქტივიზმის ასპარეზზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეკოლოგიასთან, სხვა საკითხებთან ერთად სოციალური სამართლიანობა და შრომა არის ჩვენი იდეების, ჩვენი იდეოლოგიის, ჩვენი ღირებულებათა სისტემის ნაწილი და ამ მიმართულებით ვიბრძოლებთ ყოველთვის და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დარგობრივ პროფკავშირს ბატონ თამას, რომელიც რამდენიმე ქალაქში ერთად აი ამ გაფიცვების ხარდაჭერას ცდილობდა. რაც შეეხება პროცესს, მე და ხოდიახ და რისი თქმა მინდოდა რომ ზოგადად პროცესს ახლა როგორ შევაფასებთ სახელმწიფო პოზიტიურად ამ პროცესში არ ჩარეულა. დააკვირდით იმას, რომ ორი მხარე მუშები და დამსაქმებელი მოლაპარაკებებზე მიდიან და ვის აგზავნის მთავრობა მათ მოსალაპარაკებლად? ბიზნეს ომბუდსმენს, ბიზნესის ინტერესების დამცველს. კომერციული არ ის ძირითადად სხვა უწყებები, რომლებიც სამწუხაროდ შედეგი ვერ მოიტანონ. შესაბამისად, ყოველთვის ასეთ დაპირისპირებებში უპირატესობა აქვს დამსაქმებელს, რომელსაც აქვს მეტი ფინანსი, მეტი შემოსავალი, კორპორაცია, ჰაიდელბერგ ცემენტი, სხვა დაწესებულებები და მუშარის მარტო შემოსავლის გარეშე, ძლიერი ასე ვთქვათ, საგაფიცო ფონდის გარეშე, საზოგადოებრივი და სამოქალაქო ხარდაჭერის გარეშე, მუშათა პარტიის და მუშათა წარმომადგენლობაც არ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში, პროფკავშირების სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც მათ ამაგრებდნენ. აბსოლუტურ უთანასწორო ბრძოლაში ამ ადამიანებმა 16 დღე გაძლეს. და ამ 16 დღის განმავლობაში ჩვენ იქ ვისმენდით იმას, რომ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ აპირებდა ეს მეწარმე, მაგრამ ამ ბრძოლამ გარკვეული შედეგი გამოიღო, რაც ცხადია არ არის საკმარისი, რაც ცხადია არ არის სასიხარულო, მაგრამ როცა სახელმწიფო იმას აცხადებს კაპიტულაციას ბიზნესის წინაშე, მაშინ ბუნებრივია მეტის მიღწევა ფაქტობრივად არის წარმოუდგენელი და მე მინდა ინსტიტუტებზე საუბრით განვაგრძობთ ისისა. სახელმწიფო მუშას თავაზობს ორ ძირითად გზას. ან სასამართლოში წასვლას, რომელიც არის დაკავშირებული ძალიან ხანგრძლივ პროცედურებთან, მაგალითად კაზრეთის შემთხვევაში ბატონი თამაზის სხვები აწარმოებენ, იქ დავას და 1 წელი გაგრძელდა სასამართლო დავა, მოიგეს მუშებმა, მერე კიდევ გაასარჩივრეს შემდგომ ინსტანციაში სარჩელი და ადამიანები იქ ამ 1 წლის განმავლობაში და მეთხაც ხელფასის გარეშე არიან და მეორე ინსტიტუტს თავაზობს იმას რა ქვია მოდერატორებს მედიაციის სამსახურს რომელიც ჩადის და ამბობს რასაც დღეს თქვენ აკეთებთ რომ ჯერ ბატონმა ირაკლი მილაპარაკოს მე ჩაერთონ იქიდან რეალურად შიგნით პროცესში ვერ ერევა და ვერ ამბობს რომ აი 2011 წლის შეთანხმება არსებობს და ვერ მიუთითებს მეწარმეს რომ აი შეასრულეს დოკუმენტები, აღსრულების მექანიზმი, იძულების მექანიზმი სახელმწიფოს არ აქვს და არც ფიქრობს მის შექმნაზე. და იცით რა არის, აი ბანკები ახსენა ბატონმა ირაკლიმ და მთელი ეს რა ქვია, ტვირთი გადადის მოქალაქეებზე, ხომ? ბანკებში უჭირთ და გადასახადი აქვთ, კრედიტი აქვთ იმუშებს, ხომ? რაღაცა შეღავათზე მაინც წავიდნენ თქვა ბანკების მიმართულებით. არავით არის შეღავათი, რაღაცა რეგულაცია ბანკებზე, რომ ამ ადამიანებმა ამოისუნთქონ და აღარ გააპროტესტონ ის. არანაირი ზეწოლა იმაზე კერძო საკუთრებაზე. ყველაფერი უნდა გადავიდეს გაჭირვებული მშრომელი ადამიანის ხარჯზე და ეს იწვევს ბუნებრივია უსამართლობას, ჩაგვრას და იწვევს იმას, რომ გაფიცვები მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს. შენ თვლი რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ხალხმა ამ 16 დღიანი პროტესტის ფონზე გამარჯვებას მე ვთვლი ერთ რამეს, რომ მე მუშას რომელიც 16 დღე შანტაჟის, ზეწოლის, უბედურების პირობებში ქუჩაში იდგა, საყვედურს ვერ ვეტყვი. საყვედური ეკუთვნის ბიზნესს და საყვედური ეკუთვნის სახელმწიფოს, რომლებიც ადამიანური გარემოს შექმნაზეც კი უარს ამბობ. რისკებს თუ ხედავ შენ რომ ამათ რამე კიდე შეეხება მომავალში, მათ ერთ-ერთ პირობად ესეც ჰქონდათ, გარანტიები ჰქონდათ მოთხოვნილი, რომ აი ეხლა უკვე არ მოხდეს იმ
ეგრეთ წოდებული ურჩი აქტივისტების თქვა სამსახურიდან განთავისუფლება. აი ამ რისკებს თუ ხედავ, რომ შეიძლება რაღაცა რისკებს ჩვენ ხედავთ და ამას ბატონმა ირაკლიმ გადასარევად იცის ეს და ყველა მიცის ვინც შრომის საკითხებით დაინტერესებულა მაინც რომ შეთანხმებები თუ ვინმე რეალური ზედამხედველი არ ყავს ამ შეთანხმებას, ჩება ფურცელზე. შეთანხმება იყო 2011 წელს ტყიბულში. შეთანხმება იყო 2013 წელს კაზრეთში. შეთანხმება იყო ჭიათურის გაფიცვის დროს. სრულდება ის შეთანხმებები. შეთანხმებები მონიტორინგოს ეს ვინდა შრომის სამინისტრო არ უნდა იყოს მარტო რაღაცა მოდერატორი და დისკუსიის წამყვანი. მას უნდა კონდეს სანქციის გაცემის უფლება, რომ თუ დაარღვევს მეწარმე და თავზე ხელს აიღებს და უსინდისოდ მოიქცევა თავისი სიხარბის გამო მას გამოუყოს რაღაცა სანქცია, მაგრამ აქაც იცით რასთან გვაქვს საქმე. მე შეთქმულობას სამინისტრო და გვაქვს პასუხი, რომ ჩვენ რომ ბიზნესს ასე ვთქვათ სანქცია დაუწესოთ, ის გაიქცევა, დახურავს კარიერს, კიდევ უფრო დიდი უბედურებისკენ წავა ქვეყანა, კიდევ უფრო მეტი უმუშევრობა იქნება. მაგრამ გაქცეული და ადამიანი აქ არავის არ უნახავს, მოგებას ისინი ყოველთვის ზრდიან, მოგებას მალავენ კიდეც, კორპორაციებს ქმნიან. ეს GIG ჯგუფი შეიქმნა 2006 წელს. როცა ფლობელის ერთი შვილი იყო პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და მეორე შვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და 5 წელიწადში იქცა გრანდიოზულ მოთამაშედ ქართულ ბაზარზე. ანუ აქ გვაქვს საქმე იმასთან, რომ სახელმწიფო და ბიზნესი არიან სიმბიოზში, აძლიერებენ ერთმანეთს და ჩვენ ხო ვფიქრობთ იმას, რომ ხო ამბობენ, რომ ჩვენ სხვანაირი მთავრობა ვართ. 2012 წლის 1 ოქტომბრის მიმართ. სხვანაირობა, განსხვავებულობა უნდა გამოიხატოს ასევე იმაშიც, რომ მიდგომებს გადახედო. არავინ არ ითხოვს ეს ფსევდოინტელექტუალები დღეს საქართველოში და ზოგი ინტელექტუალიც ამბობს, რომ თურმე ეს ახალგაზრდები და პროფკავშირელები ყოფილან ულტრამემარცხენეები. არაფერს ზედმეტს არ ვითხოვთ ჩვენ ჯერჯერობით იმისგან, რაც წერია თქვათ ევროკავშირის რეკომენდაციებში და ასე შემდეგ. საინტერესოა მოვისმინოთ, რაზე გვიგისმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. ყველას მივესალმებით, ქასტუმერს მივესალმები. მადლობა. თქვენი თავი წარმოადგინეთ თუ შეიძლება. ანა ჩინცაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი. და მადლობა IMC-ს ეს გამოუჩა. მე IMC იყო ასევე ერთ-ერთი გენერატორი ამ პროცესის ლინა და ანანო და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს NGO სექტორში ესეთი ხალხი გაჩნდნენ. უკვე ცოტა სხვანაირად რო ვფიქრობ. მოусმინოთ ანანოს რაღაც თავის პოზიციის დაფიქსირება. მოკლედ შევაფასე პროცესს, ვიცი რომ ბევრი დრო არ აქვს, ლევასნავეთახმები. ბრძოლა იყო აბსოლუტურად უთანასწორო და ვფიქრობ, რომ ჩვენ პროცესი უნდა შევაფასოთ უფრო მეტად ვიდრე შედეგები და უფრო მეტად ვიდრე შეთანხმების შინაარსი, რომელიც საბოლოო ჯამში დასაქმებულების შესაძლებელია და ისინი იგრძნობენ ამ შეთანხმების ავკარგიანობას. პროცესი იყო უთანასწორო ბრძოლა, იმდენად რამდენადაც პროცესში მონაწილეობდა ჯერ მეტნაკლებად ნეიტრალურად განწყობილი სახელმწიფო საწარმო და აბსოლუტურად ზეწოლის და ასე ვთქვათ, მეხის ქვეშ მყოფი დასაქმებულები და მოგვიანებით უკვე სახელმწიფო ჩაერთო მთელი თავისი სისტემით, მთელი უზარმაზარი სახელმწიფო მანქანით, რომელიც მომართული იყო არა იქითკენ, რომ დასაქმებულებისთვის შეეთავაზებინა, ასე ვთქვათ, მათთვის მისაღები, ღირსეული შრომის ანაზღაურება და ღირსეული შრომის პირობები, რაც კანონმდებლობით სახელმწიფოს ვალდებულებაა, ერთგვარი ჩვენი კანონმდებლობით, არამედ მომართული იყო იქითკენ, რომ წინააღმდეგობა დაესრულებინა რაც შეიძლება სწრაფად. და ამ წინააღმდეგობის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების პროცესში სახელმწიფომ გამოიყენა არასამართლიანი მეთოდები, დასაქმებულები საუბრობენ კონკრეტული ზეწოლის ფაქტებზე, რომელიც კომიტეტის წევრებზე და ცალკეულ დასაქმებულებზე ხორციელდებოდა, იყო მუქარები, იყო შანტაჟი, იყო თანხის აღების დაბრალების მცდელობები და ეს ზეწოლა ძალიან გამოიკვეთა უკვე გუშინ საღამოს, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები და კომიტეტის წევრებზე. ანუ თუ არსებობს რამე ფაქტი ან დოკუმენტაცია, რომ ეს შანტაჟის განხორციელების ან თუ არის არანაირი მტკიცებულება ამ წუთას ხელზე არ მაქვს, მე ვსაუბრობ იმ მონაცემებით, რა მონაცემებსაც მაწვდიდნენ დასაქმებულები და გარდა ამისა ვსაუბრობ იმ რეაქციებზე, რომელსაც მე თვითონ ვადევნებდი თვალყურს და როგორ იცვლებოდა დასაქმებულების, ასე ვთქვათ, შემართება და შრომის უბრალოდ ბრძოლის უნარიანობა
და ბრძოლის სურვილი. ეს ნელ-ნელა იცვლებოდა და რა თქმა უნდა დასაქმებულები აღმოჩნდნენ მარტონი ძალიან მძიმე სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობდა არა იმას, რომ პრობლემა გადაეჭრა გრძელვადიანი სისტემური მიდგომებით, არამედ სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ცდილობდა რომ დაემთავრებინა და რაც შეიძლება სწრაფად დაემთავრებინა ეს პრობლემა. დასაქმებულებს არც კი მიეცათ საკმარისი დრო, რომ გაფიცულთა ფართო სპექტრთან მოეხდინათ შეთავაზებული პირობების კომუნიკაცია. დასმული იყო საკითხი, რომ ახლა ამ წუთას გამის 12-ის ნახევარზე უნდა მოხდეს ამის გადაწყვეტილება და ხვალ 12 საათზე შახტა უნდა ამუშავდეს. ისე რომ ეს იყო აბსოლუტურად უთანასწორო პროცესი, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად. რაც შეეხება თვითონ შეთანხმებას და შეთანხმების პირობებს, გავიმეორებ, რომ ეს დასაქმებულებმა თვითონ უნდა შეაფასონ და დროთა განმავლობაში ამის ავკარგიანობის შედეგებს ჩვენ დავინახავთ და დიდი მადლობა ანანო. ჩართვისათვის, დარეკვისათვის. მე სულ 2 წუთი დაგვრჩა და ბატონ ირაკლის მინდა ვკითხო მონიტორინგი როგორ შეიძლება ამ შეთანხმებას გაუწიოთ და რა იქნება ყველაზე ეფექტური მექანიზმი რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. უნებრივია ხა ჩვენ ახლა ის ილუზია არა გვაქვს, იმიტომ რომ დიდი ხანია ვიცნობთ ამ კომპანიას, რომ ხვალდან ისინი დაგვიძახებენ და გვეტყვიან, რომ აი ახლა ამ ყველაფერს ვაპირებთ და მოდით გავაკონტროლოთ ის წერილები უამრავი რაც გვაქვს ნაწერი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აი ამის გაკეთებას ვაპირებთ ან ხელფასების იქ არის უამრავი საკითხი, რომელიც დისბალანს ხელფასებს შეეხება, იქ მესამე-მეოთხე სმენას კვების პრობლემა აქვს, მინდელსა და ძიძიგურს შორის განსხვავებებია და უშუალოდ ამ ხელფასს ტრანსპორტის პრობლემა, ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემებია და ნუ მოკლედ ეს საკითხები არის მთლიან ჯამში მოსაგვარებელი, რაც შეეხება ხელფასებს ახლა არის გარკვეული კითხვის ნიშნები და იმიტომაც წერია რომ მონიტორინგს გაუწევთ საგაფიცო კომიტეტი და ჩვენი ჩაწერა არაფრით არ უნდოდა დამსაქმებელს და მე ვიცი რატომაც არ უნდოდა ეს 2011 წლის ხელშეკრულება და ნუ ბუნებრივია იურიდიული სამსახური ეკონომისტები და ასე შემდეგ მეტნაკლებად ყავს ახლა არა ისეთი მასშტაბური როგორც სახელმწიფოს ან დამსაქმებელს შეიძლება ყავდეს, მაგრამ ნუ არა გვიშალს ამ მოთხოვნის შედეგად დაიწერა თუ საკაფიცო კომიტეტის დაინტერესებულია თქვენ რა თქმა უნდა ხო ჩვენ უნდა გაუწიოთ ხო ამ ყველაფრის მონიტორინგი თუ არა სასამართლოში უნდა წავიდეთ თუ რაღაც არასწორად კეთდება ეკონომისტი უნდა ჩართოთ მისი აზრი და ასე შემდეგ ხო და აქედან გამომდინარე არაწყობდა ჩვენი ჩართულობა აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ რომ 2 თვე გვაქვს აღებული 2 თვეში უამრავი საკითხი უნდა გამოსწორდეს 2 თვეში დინამიკა რა იქნება ბუნებრივია შევხედავთ ანუ რეალურად ამის ნება რომ გამოსწორდეს სიტუაცია არის თუ არ არის მე რაც მოვისმინე გუშინ ამ 7 საათიანი შეხვედრიდან და ნუ ყველაფერში ვეთანხმებია ჩართვაზე ვინც იყო გოგონა გარდა იმისა რომ არ მიეცათ დასაქმებულებს დრო ჩვენ თუ კითხავთ საგაფიცო კომიტეტს და თუ კითხავთ ადამიანებს რომლებიც იქ ნუ ჩემთან აფიქსირებდნენ нас სწორედ იმის გათვალისწინებით რაც ამ ჩართვაზე ითქვა რომ ზეწოლები ხორციელდებოდა იქ დამსაქმებლები თუ უფროსები ურეკავდნენ ოჯახის წევრებს და შეხომე და გასაქმე და შენი ძმა ხო დავასაქმე და ეხლა რა გინდა ისეც უმუშევარი დატოვა და ასე შემდეგ რეალურად მიდიოდა საქმე იქიდან რომ არ გატეხილიყო ამის შიში ქონოდა და საერთოდ სახე დაკარგულები არ აღმოჩენილიყო მუშათა კოლექტივი გესმით და ამიტომაც იყო რომ სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მისაღები და არ იყო იმის დრო რომ დილამდე მოვიცადოთ და ასე შემდეგ და რეალურად ამ კოლექტივს აქვს საშუალება მათ მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება როგორ უნდა იბრძოლონ უფრო უკეთესად როგორ უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი ვისთან ერთად უნდა დაიგეგმოს ვის უნდა ენდონ ვის არ უნდა ენდონ და ასე შემდეგ და მე იმედი მაქვს რომ ტყიბული იქნება მაგალითი არა რაღაც უკანონო გაფიცვა და რაღაც რაც საკერებდნენ ამ ადამიანებს არამედ უკანონობამდე არ უნდა მიიყვანო ეს ადამიანი უამრავი უკანონობა იქნა ჩადენილი მათთან მიმართებაში და ეხლა ვიღაცას ნუ უყვირს მე რომ 21 დღით ადრე არ დავაანონსე გაფიცვა და ავდექი და გავიფიცე როგორც მეკცევი უკანონოდ მეც ვიქცევი ისე როგორც მაიძულებ და აქ არის უამრავი საშუალება იმისა რომ ამ კოლექტივმა კიდევ ბევრს მიაღწიოს გიორგი ერთ წინადადებას ვიტყვი ზუსტად რომ აქ პრობლემები უნდა გავაგრძელოთ კიდევ 2 პუნქტი უნდა ვთქვათ ეგებ ამას მაინც მიაღწიოს სახელმწიფო ყურადღება პირველი პრობლემა არის სამედიცინო პუნქტის პრობლემა ჩვენ როდესაც ტყიბულის ქუჩაში დავდიოდით ყველა მოსახლე მაღაროელი თუ არა მაღაროელი ამ
ამბობდა იმას, რომ არ არსებობს პროფილური საავადმყოფო, ისიც პრივატიზებულია, იქაც უამრავ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მე შახტის პრობლემა და მეორე რომ ეს წარმოების შედეგად გადამუშავებული ნარჩენები ყრია ქალაქის ცენტრში, ხჩოლავს და უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა ტყიბულში შექმნილი. ასე რომ აქ არ არის საქმე იმაში, რომ ეს ბიზნესი ამდიდრებს იქაურობას. ყველაფერს პობს და თუ არ დაარეგულირეთ, ეს მათი ბუნება. ასე რომ მთავარი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე, შრომის მინისტრზე, პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე და არა ბიზნეს ომბუდსმენზე და დიდი მადლობა ორივე სტუმარს მოგზაურობისთვის. ჩვენი გადაცემა აუცილებლად დაინტერესებული დარჩება იმ პროცესებით, რაც იქ წარიმართება, როგორც ახლა თქვენ ბრძანეთ, იქ პრობლემები ჯერ კიდევ მრავალად რჩება და ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ ამას თვალყურს. დიდი მადლობა. სხვა ცხელი წერტილები, მემანქანეები მეტროში, ქსანი და ასე შემდეგ და ასე. ყველა მზად ვართ, რომ ყველა ასეთ თემას გამოდრია ქსანში გაფიცვა მიმდინარეობს. ვიცით. ერთ წუთიან ჭრაზე გავდივართ და დავბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი თემით.